In a world where farmers are losing their livelihoods and are thereby forced to look for jobs in the urban jungle, I make films about how and where small-scale chemical-free farming practices still survive. After the breakup of the Soviet Union in the 1990s, Georgia's large collective farms were broken up, and villagers were each given 1.5 acres, many of whom now produce vegetables, honey, and dairy for local markets. In the summer of 2025, I went to Georgia to record the farmers' passion for traditional farming methods, where their livestock still graze freely, whether in the lowland villages, open savanna grasslands, or rich summer mountain pastures. Though worried about the long-term viability of his mountain grazing, Gia and his team relish their summers in East Georgia, grazing cattle on the mountain pasture and sending their heritage cheese and yogurt down to local markets in the villages below. ჩვენ მოდივართ მაისში. მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი. თუ კარგი ამიდებია ოქტომბერით. აქა ვართ ხოლმე. მერე მივდივართ. სამემრისვები საწველი, იმათ ვარჩევ. მეორე წელს მოდივართ ისე რა. აი გადაფრთხილით იმაზე. Давай, мაღლა ნერენელა წაიწე, დავай. სპანაში კერეი. ვაკამდე ვიტყვით ფასი ქონდა საქონელ. ნელა უკან მიდის, უკან. ეს ომები როა ირანში, იქა. საქონელი ჩვენი გადიოდა ირანში. ძირითადად ტრაილერებით გადიოდა. აღარ გადის და ახლა ადგილობრივ აქ. და ფასი დავარდა ფასი. აღარ აქვს ფასი. აქ სულ ყველაფერი იგივეა რა. დილით ადგები, საქონელს მიხედო, მოწველო, ყველი გააკეთო და შემდეგ შენ თავს მიხედო რა იმის გულიზე რომ მარტო ზროხებისთვის ხო არა ვართ. აქ საქონლის გულიზე ვართ, ჩვენი გულიზე ვართ. უვლით ვაფასებ და გვაფასებენ რა. ეს სიტუაცია სხვა არაფერი. რას ვაკეთებ და ძროხებს ავწველი მუებ. წველი ყველს ვაკეთებ. ყარაკ, სმეტანაი, პროდუქტს ავქნი. არა, უფრო ვითარდება. ცხოველების გაქრობას არ ვაპირებთ, უფრო ვითარდება ეს საქონლის ყოლა. 16 ბოჩოლა არის მალიკი. ოჯახ ვინახავ მაგით. ეს არის ლამაზი მთები. გვიყვარს, დავდივართ აქ, ნადირობთ, თევზაობთ, საქონელს წემსავთ, ყველს ვაკეთებთ, მაწონს ვაკეთებთ, კარაქს ვაკეთებთ და ვერთობით. სიგრილია, ამოდიხარ, არაცხელა და რავი, მთელი ზაფხული ვატარებთ აქ. შოულობთ ფულს, მერე იქიდან ვყიდულობთ ხორცს, დავკლავთ ძროხას და იქნება ის ხორციც გვექნება, რძეც, მაწონიც და ვიქნებით ასე კარგად. ეს ძროხა, ეს მიწა ეკუთვნის სახელმწიფოს და ვქირავთ ამ მიწას სახელმწიფოსგან. ვიხდით თანხას ყოველწლიურად და ჩვენი საქონლის ნამატით ვიხდით ამ თანხას. არ მიეცემა დავიწყება, უფრო და უფრო გაძლიერდება და ქართულ გენს გააძლიერებს ეს ყველაფერი. და იქნება რას მთავარია მომავალი მთავრობამ ისწავლოს ეს საქონლის წველაც და ძროხების მოვლაც. ეგ იქნება ყველაზე კარგი. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ მომავალ მთავრობას შეუნარჩუნოთ ეს ყველაფერი. On the 6-hour train ride from east to west Georgia, we saw how livestock were free to wander the villages to find pasture, and learnt how mountain people supplement their livestock income with seasonal jobs in tourism. Reza drives tourists between Mastia and Ushguli to see the 1,000-year-old towers built for defense from raiders.
ვინაიდან მე ქალაქში ვცხოვრობ და ხშირად დავდივარ აქ, ამიტომ ბიზა ჩემი და ოჯახის წევრები აქცევენ ამ ფუტკრებს ყურადღებას და ულიან მათ. ძალიან მომწონს ეს ცხოვრების სტილი და მთელი როგორ გითხრათ სამყაროსთვის, ალბათ თქვენი ერებისთვის, რადგან ერთადერთი რამ არის სოფელი, რაც გვარჩენს და რასაც ადამიანებისთვის მოაქვს ის, რასაც ყოველდღიურად მივირთმევთ. მნიშვნელოვანია ის, რომ ნატურალური პროდუქტი არის და თან ამას დაყოლებული სვანეთში არის ალბათ მსოფლიოში უძველესი ფუტკრების სახეობა. აქედან გამომდინარე, ჩემი როგორც ვფიქრობ და როგორც ვცხოვრობ, მინდა რომ ჩემი შვილებიც ასე გავზარდო, შევაჩვიო იმას, რომ სოფელში ყოფნაც აუცილებელია, სოფლის საქმეებიც ცოდნაც აუცილებელია და როცა წამოიზრდებიან, მინდა რომ ყველაფერი იცოდნენ, რაც კი ცხოვრებაში დაეხმარებათ მათ. ასე რომ მოუფრთხილდეთ სოფელს, ფერმერობას და რაც გვასულგმულებს და გვაჭმევს. To compete with Georgia's large-scale industrial producers and cheap, substandard imports found in the increasing number of supermarkets, some farmers like Leary have taken on crippling debts to follow the corporate development model of industrial, chemical-dependent farming. გვაქვს ფერმერული მეურნეობები, გვაქვს ვაწარმოებს პამინდორს, ვაშლს, რავი, სხვადასხვა ჯიშის კულტურებს ვაწარმოებს, მაგრამ არა გვაქვს ის ხელშეწყობები, არა გვაქვს, რომ რასაც დაახლოებით ლარზე ქვევით არ უნდა ღირდეს პამინდორი, რომ აი თავი ამოიღოს და 2 კაპიკი რომ გლეხსაც დარჩეს. მაგრამ ფასებზე არავინ არ არის არაფერი დამოკიდებული ფიზიკურად ბაზარზე, რომ რეალიზაცია გაუკეთოთ ისევ. ან მარკეტები უნდა დაგვეხმარონ, ან თვითონ სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს, რომ სადმე რამეზე ისეთი კუთხე უჩვენოთ ამ პამინდორს, რომ ვალები არ დაგვედოს. რაც შეეხება წამლობას, კვირაში ერთხელ ყველა ვარიანტში ვწამლით. საკმაოდ ძვირით ანხარჯდება სასუქების შეშვება და ზემოდან მოწამლა ძალიან ძვირი გვიჭდება დაახლოებით. და ესე ვწვალობთ და რა ვიცი, მოსავალი კი კარგია, მაგრამ ბოლო ჯამში რა იქნება მერე ის უნდა ვნახოთ სწორე. მოსავალს მოვიყვანთ, ყველანაირად გავიჭირებთ, რომ ის მოსავალი მოვიყვანოთ. 7 წელიწადი რაც ბაღი გავაკეთე. ხარჯებთან დაკავშირებით რაც შეეხება, ხარჯები ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან დიდი თანხები დაჭდა. ჯერ გაშენება, შემდეგ ბადე და მოვლა და რავი, სასუქები და წამლობები და რავი, 1000 რამე. ბანკის ვარს არ აიღებ, საქმეს ვერ გააკეთებ, ვერანაირად ვერ გამოვა. მე მიდიხარ უკვე ლომბარდში ზდებ რაღაცას აკეთებ, რომ იქამდე თავი მიიწანო რამენაირად და უკვე ბოლო ჯამში არანაირი აღარაფერი აღარ გამოდის. მარკეტსაც თურქული ურჩევნია, იმიტომ არაფუჭდება ის თურქული, არაფუჭდება ერთი კვირა რო გეყაროს მაღაზიაში, ისე ვისწავანი ვიდიოს, მაგრამ გემო არ აქვს და ხარისხი არ აქვს არანაირი. რო გაჩერდეს რა, თუ შემოდის სიტყვაზე პირობითად 2000 ტონა, 1000 ტონა შემოიტანა. Leary's grandson's presence at lunch brought a smile to his troubled face. Industrializing farming is not inevitable. Independent-minded farmers supply an increasing number of discerning shoppers. Wano Lopuri finds that he can thrive as a small-scale farmer, using traditional, chemical-free methods to supply his local market. ბავშვობიდან მივდივარ სოფლის მეურნეობას. საინტერესო საქმეა ჩემთვის. მივეჩვიე ბავშვობიდან და ეხლა აღარ მიჭირს. ეხლა ამჟამად ვიღებ კიტრის მოსავალს. ეს არის საპიკულე კიტრი. მამა ჩემიც აგრეთვე მისდევს სოფლის მეურნეობას. ზემოთ ყოფთ ადგილები კიდევ შეგვიძლია ვნახოთ. კომპლექსური მეურნეობა, ვენახებიც არის, ატმის ბაღები, ბლის ბაღია. ყველას აქვს თავის პატარა მეურნეობა, მაგრამ ჩემი აზრით მაინც სათანადოდ არ მივდევთ სოფლის მეურნეობას. არ გაექცეოდა და ქალაქში არ წავიდოდა. სათანადო დაფასება რომ მქონდეს სოფლის მეურნეობას და სათანადო კვერჩი დგომა მთავრობებისგან.
ჩემი აზრით შეიძლება ადამიანს რაღაც გაჭირვება ჰქონდეს, მაგრამ მიწის გაყიდვისგან მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ შეიკავოს თავი. იმიტომ რომ ჩამოდიან უცხოელები და ისინი სახლდებიან ჩვენ მიწებზე, ყიდულობენ. ესე მარტივად არ უნდა ხდებოდეს მიწების გასხვისება. მარტივად კი არა, საერთოდ არ უნდა ხდებოდეს საქართველოს მიწების გაყიდვა. ყველაფერს მოვიყვანთ იმდენს, რომ ქვეყანა დაკმაყოფილდება და აღარ დაგჭირდება იმპორტული პროდუქტი. ორგანულ საშუალებებს ვიყენებ შესაძლებლად და მოსაყვანად. ეს არის შრატი და ეს არის ძმარი და ნაცარი. ეს არის ფუნგიციდები, სოკოვანი დაავადებებისგან დაიცვას მცენარე. ეს არის სასუქი, ბიოსასუქი. ამას ქვია წუნწუხი ქართულად. მე დავუსხავ ძირებში ამას. ცოტ-ცოტას, ნახევარლიტრზე. ევროპული ჯიშის ძროხები. 3 მყავს, ახლა ერთს წველი. ეს ყიდი. მოწარმოებით ასევე ყველსაც. ჯერჯერობით მცირე რაოდენობით, მაგრამ მე ნელ-ნელა გავზდი ალბათ ფერმას. ხალხი მისდევს მესაქონლეობას. ადრე უფრო ბევრს მესაქონელი, მაგრამ რაღაცა ეს ნახირები დაიშალა როცა საძოვრები აღარ არის. ეხლა ხალხ საქონელი, ვისაც ყავს საქონელი რაღაც რაოდენობა, იმათ ყავთ ზაფხულის საძოვრებზე მთაში. საძოვრები არის ზაფხულის საძოვრები. ფერმერული ცხოვრება იოლი არ არის. პირველ რიგში უნდა გიყვარდეს, რასაც აკეთებ, თორე ისე ვერ გაუძლებ. მეც არიან ადამიანები, ვისაც უყვართ, მაგრამ მე ბავშვობიდან ვარ მიჩვეული. საინტერესოა ბუნებასთან ურთიერთობა. To populate Georgia's southeast border with Azerbaijan, in the 1980s the village of Ubdano was built in the open savanna grassland. Many farmers have consolidated their 1.5-acre holdings that they were allocated when Georgia became independent in the 1990s to allow their cattle to graze on now shared land surrounding the village and cut hay for winter fodder. Georgi and his son Luka produce honey and keep 8 cattle. Their income is supplemented by Luka's part-time job at the Ubdano Farm Project. აქ ჩამოვედი 80-იან წლებში. თბილისში მინდოდა ცხოვრება, მაგრამ სიტუაციები ისე წავიდა, რომ ვერ შევწელი გაჩერე იქ დარჩენი. ჩამოვედი აქ სახლები შენდებოდა, აგერე სახლები. ფუტკარი როცა შევიძინე, როგორც ადრე წეგან თქვი, მაშინ ძალიან ღარიბად ცხოვრობდით რაღაცა და დავიწყე, მაგრამ ძალიან მიყვარდა ფუტკარი თვითონ უშუალოდ. ფუტკა მე ფუტკრე ვერ გახდება ადამიანი თუ იმას არ უყვარს ფუტკარი. შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა და ეკონომიურად ცოტა ოჯახი კიდევაც გავიმართეთ, მაგრამ 4 შვილი მყავს და ამ 4 შვილს ასე ვთქვათ უფრო მეტი. რავი, ახლა რაც მადლობა ღმერთს, რაც მაქვს არა ვარ უკმაყოფილო და როგორ გამოვიმუშავე ფულს, ან ჩემი ძირითადი შემოსავლის წყარო არის ეს მესაქონლეობა და მეფუტკრეობა, მაგრამ ხანდახან მუშაობ ხოლმე კიდევაც საჯარო სამსახურებში, აქ არის ნუშის პლანტაციები და იქაც მუშაობ ხოლმე, რავი, დიდი ხელფასი მაინც და მაინც არ არის, მაგრამ არ მიყვარს, ანუ უაზრო რაღაცებში რომ დავხარჯო, ვაგროვებ ხოლმე და რავი, შესაბამისად ამით ვყიდულობ, მოტოციკლეტიც ყავს ერთი. ამ თქვათ ამ სოფელში არის იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანმა იცხოვროს, რავი, ადამიანურად რა საჭიროებები რაც აქვს, გქონდეს ყველაფერი. აი ესე გვაქვს სახში ჩვენი საკუთარი პომიდორი იქნება, ხილი იქნება. აქეთ არის ბადრიჯანი. ახლა ეს არის, აქაც ფესავთ ხოლმე, რავი, ხეებიც გვაქვს ასევე ბოსტანშიც. ნუშის ხეა, კაკლის ხეა, ეს ვაშლის ხეა.
უფრო მე იმედი მაქვს, რომ მესაქონლეობას უფრო გავაფართოვებ, რადგან აქ ისეთი ტერიტორიებია, რომ ძირითადად საქონლით ირჩენს ხალხი თავს. რა სადამდეც ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი მინდა, რომ გამოვიყენო, საქონელი იქნება, ფუტკარი იქნება თუ რაც იქნება, აი ამ ჩემს სოფელში, ჩემი სოფლის ტერიტორიაზე. A few Ubdano villagers work at the Ubdano Farm project that was founded in 2016 by Georgian philanthropist Timur Oglava, who bought 20,000 hectares from the government on the promise to enrich the soils. These are still early days in his ambition to influence the future of farming in Georgia. მოკლედ ჩვენ გვაქვს რეგენერაციული მეურნეობა. ჩვენ გვყავს სხვილფეხარქოსანი პირუტყვის ორი მიმართულება, ეს არის მერძეული მიმართულება და მეხორცული მიმართულება. ორივე მიმართულება არის აბსოლუტურად ნატურალურ პროდუქტზე, მხოლოდ ბალახზე ყოველგვარი დანამატების, მარცვლეულის, სხვადასხვა მცილოვანი ან მინერალური ნივთიერებებით და ასე შემდეგ. ამის საშუალებით ჩვენი ფრინველები მოძრაობენ და მიგრირებენ ჩვენთვის საჭირო ტერიტორიაზე, სადაც ებრძვიან როგორც წინა რგოლში აღვნიშნეთ სარეველებს, სხვადასხვა პარაზიტებს, მწერებს და გარდა ამისა ანაყოფიერებენ სხვადასხვა ტერიტორიას ჩვენთვის ხელსაყრელ პირობებში და გარემოში. ეს იქნება ეკოლოგიური და ეკო და შემოქმედებითი სოფელი, სადაც სტუმარს შეიძლება ჩამოვიდეს აქ და დარჩეს. შესაბამისად, ქვედა ნაწილში ჩვენ დავურგეთ ძალიან ბევრი ზეთისხილი, ზევით, რაც ჩანს, ეს არის უკვე ნუშის წრეები, ასევე სხვადასხვა ხეხილოვანი ნერგები, ავლონია და ასე შემდეგ. ჩვენ გვყავს კიდევ 2019 წელს იმპორტირებული ხმელთაშუა ზღვის კამეჩი. აღწარმოება იდეალურად მიმდინარეობს, აბსოლუტურად რეზისტენტულია ცხოველი, როგორც სიცხეზე, ისე ზამთრის სხვადასხვა მკაცრი პირობებისადმი. იდეალურად იღებს თითქმის ყველა სახეობის ბალახს და იძლევა ძალიან მაღალი ხარისხის რძეს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მოცარელას ტიპის ყველის საწარმოებლად, რომელსაც ქვია სულგუნი. გარდა ამისა ვაწარმოებთ მაწონს, რომელიც ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია ჩვენ კულტურაში. ეს არის კამეჩი, კამეჩის მაწონი, ეს არის არაჟანი, ჯერსული ჯიშის ცხოველებისგან და ეს არის ხაჭო, ესეც ჯერსული ჯიშის ცხოველებისგან. ყველი რამოდენიმე სახეობა ჩვენი ჯერსული ცხოველებისგან, პომიდორი და კიტრი კი ხედავთ ჩვენი სათბურებიდან. იმიტომ რომ თემურს ყოველთვის აქვს ის განცდა და ხედვა, რომ ყოველთვის უნდა იყოს ორიგინალური, ავთენტური და ცდილობს შეცვალოს ის კომერციული მიდგომები, რომელიც კლავს ნიადაგსაც, საზოგადოებასაც და ჩვენ მომავალსაც. თუ მანამდე ეთაკილებოდა ხალხს, რომ ემუშავა როგორც ფერმერი და ცოტა ცუდად და ცერად უყურებდა საზოგადოება მაგათ, ეხლა ფერმერობა უფრო გახდა უფრო ძალიან საინტერესო მიმართულება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ორგანული და ჯანსაღი პროდუქტების ნაკლებობა და მოკლედ შევხვდებით მალე აქ საინტერესო იმით, რა ქვია, შედეგებით. Whether from large farms or small, consumers need to seek out chemical-free produce from local farmers. Tika, the owner of our small guest house, took us to visit her neighbour Natia, who produces cheese, meat and vegetables for local consumption. ვეწევი მეცხოველეობას და ვაწარმოებთ 15-მდე სახეობის ყველს. ეს არის დავარგებული ტიპის ყველი. ძირითადად უფრო მეტად ტრადიციულ ყველს ვაწარმოებ, ხოლო ტურისტების შემთხვევაში ვაწარმოებ სხვადასხვა ყველს, როგორიც არის ტომი, ბრინზა, სულუგუნი, რომელიც შემდეგ ხდება მისი შებოლვა და არის სულუგუნი უფრო მაგარი და შებოლილი. მოკლედ ფერმაში 100%-იან საქმეები როცა არის, ნახევარს 50% საქმეშას აკეთებს ეს. შემორეკავს ძროხებს, ყველას თავის ადგილას დააყენებს, ასევე გარეკავს გარეთ
არც დაუშვა და გვერდით საბალახოდ რო წავიდნენ, აი იცი ზუსტად საით უნდა გაუშვას, გაუშვას. თუ აცდნენ და შემთხვევით სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ტერიტორიაზე დადგნენ, იმიტომ რომ კომფორტული რო იყოს ჩემთვის აპარატით მერე წველა. აი მაგისთვის ხო როცა ხბოს დაუსვამთ იმ შემთხვევაში, უფრო მეტი შრომა მიწერს მისი გამოკაჩვა და წვალება. ჩემი პროდუქცია ძირითადად იყიდება აქვე ადგილზე. ადგილზე მოდიან ჩემი კლიენტები, ასევე საოჯახო სასტუმროები, მიკვეთავენ და მოჰყავთ თავისი სტუმრები. ამასთანავე გამოფენა გაყიდვებში ვღებულობ მონაწილეობას და არიან მარკეტები, სადაც იღებენ ჩემს პროდუქციას. მე მახსოვს პირველი დღე, როდესაც შევისყიდე პროდუქცია ნათიასგან. დღევანდელ დღესთან თუ შევადარებ, ესე იგი რადიკალურად განსხვავებულია. მაშინ თუ 1 და 2 სახეობის ყველი ქონდა, ეხლა სახეობების რაოდენობა მოცამდე მიაღწია. გარდა ამისა, ნათიასთან ნებისმიერ დროს დავრეკო და უთხრა იხვის ყიდვა, ქათმის ყიდვა, ღერღილი, ქვილი და სხვადასხვა პროდუქტი, ეს იქნება ხილი, რომელიც არის მაგალითად ფეიხოა, პორტოხალი, ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც შეიძლება დამჭირდეს ნათიასთან ზარის გაშვების შემდეგ, თუ მას არ გააჩნია ეს პროდუქტი, მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთმანეთს ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ მეც და ასევე მე დარწმუნებული ვარ, რომ ნათიაც კმაყოფილია. Don't let corporations replace your local food economy with junk food. For natural, unprocessed food, buy from local small-scale farms or their markets.